საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ოცნების მორიგი ტრიუკი ოლიგარქის პრემიერი უარს ამბობს იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა შექმნილიყო. ირაკლი კობახიძეს დაპირების შეუსრულებლობაში თავად გენერალური მდივანი ალან ბერსი ამხელს და საჯარო განცხადებას ავრცელებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტი ოლიგარქიულმა რეჟიმმა ლეგიტიმაციის აღიარება წარმოაჩინა და ევროპელ მაღალჩინოსანს არაერთი დაპირება მისცა. მათ შორის იყო პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და რუსული კანონის შესახებ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, კანონში ცვლილებების შესატანად. ერთი თვის თავზე კი ირკვევა, რომ ოცნებამ არც ერთი და არც მეორე დაპირება შეასრულა. რას ნიშნავს რეჟიმის ესვლა და სადამდე მივა ქართული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკა? ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდება ახლა ამ თემით პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ცხადყოფს იმას, რომ უფრო და უფრო ავტორიტარიზმისკენ მიექანება რეჟიმი და ცხადყოფს იმასაც, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზიანდება საქართველო, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები სწორედ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში ქვეყანას და უკვე მუშაობს არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. თუმცა როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის უკვე აღარაფერს წარმოადგენს ის აღიარება და ლეგიტიმაცია, რომელიც მათ ისედაც არ აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამით ზიანდება საქართველო და საქართველოს მოქალაქეები, ვინაიდან ჩვენ პარტნიორებს აქვთ მკაფიო პოზიცია უკვე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ნაბიჯებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებითაც, რომ ისინი ქართულ ხალხს უდგანან გვერდით, თუმცა ეს იზოლაციის პოლიტიკა უკვე ძალიან კარგად მუშაობს, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ არაერთი შეწყვეტილი დაფინანსება და მათ შორის ვნახეთ პირდაპირ სანქციებები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მისამართით, რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ის ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება ითქვას, რომ ცრუ ნარატივში და პროპაგანდაში თავადვე იკარგება, გასცემს ცრუ დაპირებებს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მისამართით და ამის ერთ-ერთი მკაფიო და ნათელი მაგალითი არის ის დაპირება, რომელიც მან გასცა 20 დეკემბერს ალენ ბერსესთან, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა საქართველოში და საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, უკანონო დაკავებებს, იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მთავარი ასევე ამ შეხვედრაზე დაისვა საკითხი რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, სადაც კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და შეიცვლებოდა ეს პუნქტები, თუმცა ახლა უკვე ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეა, ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეის პრესსამსახურის გვერდზე არის გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამთებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და მან მიიღო ასეთი პასუხი, რომ აღარ სურს ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა. ეს კი არის მორიგი ტყუილი ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს, ვისმენთ ამ პოლიტიკურ დაპირებებს, მათ შორის თავიდან, როდესაც 2003 წელს შემოიტანეს რუსული კანონი და პროტესტის ფონზე ამ კანონის უკან გაწვევა მოუწიათ, მაშინ იყო დაპირება, რომ კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა, რომ ისევ რუსულ კანონს დააბრუნებდა ქართული ოცნება, თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა, ვინაიდან მალევე უკვე მეორედ შემოაბრუნა და დაამტკიცა ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსული კანონი. გვახსოვს დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა აქაც ჩვენ მოვისმინეთ 28 ნოემბერს სპეციალურ ბრიფინგზე კობახიძის განცხადება, რომ ქართული ოცნება აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას და ეს ყველაფერი გადაიდო უკვე 2028 წლის, ასეთი იყო ყოველ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის განცხადება. ეს ყველაფერი და ეს სიცრუე დროის მიხედვით ცხადყოფს იმას, რომ ქართული ოცნების მიზანი აღარ არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ვინაიდან ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მათ შორის სრულობენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრებზეც. ორშაბათ სამთებერვალს სატელეფონო საუბრის დროს კობახიძემ განაცხადა, რომ შეცვლილი გარემოებების გამო საქართველოს მთავრობას აღარ სურს უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული. გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომელიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს.
ევროპის საბჭოს პრესსამსახურის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ტყუილში ამხელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა. ევროკავშირში კი პოზიციები არის უცვლელი, არის ძალიან ხისტი. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მისამართით ერთობლივ წერილს ავრცელებს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ასევე გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი და ისინი ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან. ერთობლივ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ პრინციპებს და ამას ცხადყოფს ის გადაწყვეტილებები და ის კანონები, რომელიც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ხელმოწერის შემდგომ უკვე გუშინ ძალაში შევიდა, რაც ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს და რაც ითვალისწინებს გაზრდილ ჯარიმებს და მათ შორის 15-დან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა და იმ შემთხვევაში, როდესაც დააკავებენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ 60 დღის განმავლობაში მოუწევთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ციხეში ყოფნა. ასევე ჩვენი პარტნიორები, მათ შორის კაია კალასი, მარტა კოსი ეხმაურებიან მედიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს. ისინი ცალსახად საუბრობენ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომ ის უნდა იყოს გათავისუფლებული, ვინაიდან მედიის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა ქვეყნის როგორც ელჩები, ასევე წარმომადგენლები ამხელენ ასევე ქართული ოცნების ნაბიჯებს. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადება, ასევე ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ცალსახად საუბრობს იმას, რომ ის რასაც ვხედავთ საქართველოში, ეს არ არის ევროპული ნაბიჯები, ხოლო საქართველო ცალსახად არის ევროპა. გავხდით მოწმე იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას. ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არა მართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მოუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად. საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამოვიძლევი, რაც ყველა მიცის, ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია. ცხადად რომ თქვა, გერმანიის მთავრობაზე 29 წელია მუშაობდა, დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს გავიღებ. არა რაიმე გამოგონილი დიპ სტეისისგან. ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელსა და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტსა და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ევროპაა. ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისს ქმნის ქართული ოცნება და ავტორიტარიისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს დგამს. ეს არის განცხადება Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილის მხრიდან. მან ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმას და ინტერვიუში ის ცალსახად და დეტალურად საუბრობს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. საუბრობს უკანონო დაკავებებზე, ძალადობებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკანონო ჩხრეკებზე, მათ შორის და ამბობს იმას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ავტორიტარიზმისკენ მიექანება საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი არის დაუშვებელი, შეუსაბამო ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან, მათ შორის საუბრობს იმ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და რომლის დაამტკიცებასაც შემდგომში აპირებს. ჩვენ ვიცით, რომ მათი მხრიდან უკვე დაანონსებული არის, მათ შორის მედიის მიმართ სადამსჯელო სახის კანონები, რომელიც დაახლოებით 3 თვეში იქნება მიღებული, როგორც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ. ისინი ის ასევე ამერიკელი დიპლომატები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სწორედ ეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას, ვინაიდან უკანონო დაკავებების გარდა ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ხედავენ ძალადობებს, ხედავენ როგორც ძალის გამოყენებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის დემონსტრანტებს და ასევე აზრი არის საერთო ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობენ ასევე იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს
ყველაფერი ცხადია უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა ამ დრომდე არანაირი გამოძიება და არანაირი შედეგი ამ საქმეებთან და ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არსებობს. ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიყავს. მას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ქონოდა. ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ასევე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. არის მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა ხალხის დასაშინებლად. სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა. ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვარის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. არსებობს მზია ამაღლობელის საქმე. უეცრად ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს, მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ის, თუ რა გზით სურს ქვეყნის წაყვანა. ისინი რეალობას ამახინჯებენ და საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის იმედებს აცრუებენ, ვისაც ევროპული მომავალი სურს. ეს ძალიან მარტივია. ივანიშვილის გუნდი უფრო და უფრო მეტი რეპრესიებისკენ მიდის. ეს საქართველოსთვის საშინელია. არ მგონია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ამაში წარმატებული იქნება, მაგრამ ეს ისაა, რასაც ვხედავთ. ეს დამოუკიდებელ, მართლაც ობიექტურ მედიას ფუნქციონირებას უფრო და უფრო ურთულებს. მთავრობის მიზანი სწორედ ესაა, რომ საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი მოიპოვოს. ეს კიდევ უფრო უარყოფითი ნაბიჯია, რომელსაც დგამენ. ვხედავთ მზარდ რეპრესიებს და ასევე ვნახეთ, რომ ეს არ იმუშავებს. ვერ აიძულებს ხალხს, რომ ამ მთავრობის რეპრესიული ბუნებით საკუთარი უკმაყოფილება არ გამოხატოს. ვფიქრობ, ისინი გაუმართლებელი და პოლიტიკის გამართლებას ცდილობენ. რეპრესიები, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიხილეთ, არ ხდება არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ბრიტანეთში, არც სადმე დემოკრატიულ სამყაროში. ისინი ცდილობენ გაამართლონ ის, რომ უფრო და უფრო რეპრესიულ ნაბიჯებს დგამენ. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ მოისმინეთ განცხადებები, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ ცივილური სამყარო შეთანხმებული არის იმაზე, რომ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ხედავენ ისინი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მიექანება ავტორიტარიზმისკენ სწრაფისვით და ამ ყველაფრიდან გამომდინარე უკვე ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, დიდი ბრიტანეთისგან და ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთი ემზადება მათ შორის ოლიგარქ ივანიშვილის დასასანქცირებლად და ამ პოლიტიკას და იზოლაციონარიზმის პოლიტიკას ცხადყოფს მათ შორის ის არაერთი რეზოლუცია, რომელიც იქნა უკვე ევროპარლამენტში მიღებული და მე შეგახსენებთ ბოლო ინფორმაციას 13 თებერვალს ასევე სტრასბურგში ევროპარლამენტში კენჭუყრიან რეზოლუციას სახელწოდებით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გაუარესების შესახებ. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.